დასრულდა საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის კიდევ ერთი მეოთხედ ფინალური დაპირისპირება. შაშანდელი ჩემპიონატის აღმოჩენამ გურჯაანის დელტამ მორიგ წარმატებას მიაღწია. გუნდის ერთ-ერთი მწვრთნელის პაპუნა გოდელაშვილის განმარტებით დელტას მეტოქე საქართველოს ერთ-ერთი უძლიერესი კლუბი და სატურნირო ცხრილის მეორე საფეხურზე მყოფი ვიქტორ სანიკიძის აკადემია იყო. გურჯაანელებმა ბრწყინვალედ ჩაატარეს პლეი-ოფის შეხვედრები და მრისხანე მეტოქესთან ბრძოლაში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზი გურჯაანის ამერიკელ ლეგიონერს რიკარდო ლინჩს გადაეცა, რომლის ანგარიშზეც 18 ჩაგდებული ქულა. ნახევარფინალში დელტას მეტოქე კიდევ ერთი სახელოვანი კლუბი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი იქნება. მოვახერხეთ და გავედით ნახევარფინალში, სადაც შევხვდებით უკვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს, ხოლო ნახევარფინალში გასვლამდე ჩვენ აქ დავამარცხეთ საკუთარ კედლებში VSA, ანუ ვიქტორ სანიკიძის აკადემიის კლუბი, გუნდი, ასე ვთქვათ. სხვათა შორის ძალიან დაძაბული თამაში გამოვიდა, 4 მატჩიანი დაპირისპირება გახდა საჭირო იმისთვის, რომ გამარჯვებული გამოგვევლინა. 4-ვე მატჩი საკმაოდ დაძაბული იყო, ინტენსიური, ასე ვთქვათ, გუნდებმა მაქსიმუმი დადეს და დაიხარჯნენ, რაც შეეძლოთ. და საბედნიეროდ ისე მოხდა, რომ ჩვენ შევძელით და გავიმარჯვეთ და გავედით ნახევარფინალში. ეხლა რაც შეეხება ნახევარფინალს, რთულია იქნება იმის თქმა, რომ ჩვენ ან ფავორიტები ვართ, ან თესეუ არის ფავორიტი ჩვენთან, იქნება აი ისევე საბრძოლო თამაში.